ყველას მოგესალმებით, ესე იგი გისურვებთ კარგ დღეს და ასევე შაბათი კვირა ბატონო, კარგად დაგესვენოთ, ვინც არ მუშაობთ და ნაყოფიერად გაგეტარებინოთ ბატონო. ახალი იდეები გეფიქროთ, მიგეღოთ და ასევე განგეხორციელებინოთ რა. ამასაც გისურვებთ. ესე იგი დღევანდელი ვიდეო მინდა ჩავწერო. თქვენ შეიძლება შეხვედრიათ ესეთი ადამიანი, ეხლაც შეიძლება გაქვთ ასეთ ადამიანთან კავშირი და ურთიერთობა. მე მაგალითად ამ ამბავს ვამბობ, რომელიც მოხდა 15 წლის უკან შეიძლება რა, 10 წლის უკანაც შეიძლება. შეიძლება ბევრ წელს ვამბობ, რომ მაინც დროში არ შევწდე რა. ადამიანები, რომლებიც მაგალითად შენს თქვათ წარმატებას, ან შენს თქვათ შეცვლას, რომ ყოველ წელს ერთნაირი არ ახარ და თქვათ არ შემოიფარგლები მარტო თქვათ ტყავის კურტკით, შავი ნიუ ბალანსით, ბოტასებით და პირამიდა ჯინსებით. ამას ისე მომბობ უბრალოდ რა. რომ ყოველ დღე მაგალითად ადამიანი რო გეკითხება როგორ ხარ და აი ისე მაგალითად შენგან რო ამინდის პროგნოზსაც ვერ მიიღებს ადამიანი, როდესაც გეტყვის რომ აი ტელეფონით რო გითხრას რომ აი რა ამინდია თქვათ ადამიანი მოდის თქვათ სხვა ქალაქიდან ან უბნიდან უბანში, აი წვიმს რა. ეს რა უბედურება არის, მაგრამ ნუ აი წვიმს რა, ვერ გაიგებ ახლა წვიმს თუ აი ეს რა არის, ხო? ხო და ამიტომ არის ადამიანები მაგალითად რომლებიც ასევე დავამატებ ისევე ამ ჯგუფს, რომ უნდათ რომ გაკონტროლოს. სადა ხარ, რატო არ ურეკავ, რატო არ შეეხმიანე? ეს ეხება მეგობარსაც ბატონო, მშობელსაც ეხება და რა თქმა უნდა ეხება შენს მეორე ნახევარს. და არის ადამიანები, რომლებიც მაგალითად სიამოვნებას, ძალაუფლებას, ბატონო, აი ამ იმას გრძნობებს იღებენ, რომ შენზე რო იღებს რაღაცა უფლებას, რომ აი შენ მაგალითად გაკონტროლოს, ბატონო, მიგითითოს, როდის რა და სად რა უნდა გააკეთო, ბატონო და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარი არის, შენი მხრიდან ნებისმიერი ახალი აზრი, ახალი საქციელი ეს ხდება მისთვის მიუღებელი. რატომ? მას ცხოვრებაში არასოდეს არ გასჩენია სურვილი, თქვათ რომ რაიმე შეეცვალა, ბატონო. გაიზარდა ისე რომ მასში ჩაკლეს ნებისმიერი თქვათ მომავალზე ფიქრი და ამიტომ ეს ადამიანი შენს უკან გწევს, ვერ ფიქრობს რა ამას რა. ეს შეიძლება ამას ან მექანიკურად აკეთებს, ან უბრალოდ გამოზის ეგრე. თან კიდე იმისიც იცი რომ ამ ადამიანს მაგალითად ხო მექანიკური პორტოხალი არ აქვს საკითხული. არც ფილმი არ აქვს ნანახი მექანიკური პორტოხალის. ხო და ვერ უკავშირებ, რომ აი საიდან უჩდება ამ ადამიანს ამბიცია, თქვათ, რომ ან გაკონტროლოს, ან მაგალითად აი ეს დისკომფორტული რაღაცა ტონუსში, აი დაძაბულ მდგომარეობაში გამყოფოს რა, რომ აი ყოველთვის ზად უნდა იყო რომ დაურეკო, ყოველთვის ზად უნდა იყო ბატონო რომ გამოგიძახებს ან რაღაცა და ასე შემდეგ. გავალდებულებს რა. მშობლებთან ცოტა ეს სიტუაცია შეცვლადი არის, იმიტომ რომ მაინც მშობელს სხვანაირად უყვარს თავისი შვილი. არ ამბობ იმას, რომ რაღაც ეგოისტურ იმაში რომ გადაზდით რა, რაღაც გაღმერთებაში, რომ აი მაგალითად არის კატეგორია მშობლების, რომლებიც თავისი შვილი მაგალითად მტყუანიც რო იყოს, აღზდა აქვთ ესეთი რა. აი ბავშვი მაგალითად რაღაც დააშავა, ხო? ის მაინც შეეცდება, რომ ეს ბავშვი გაათამამოს და უფრო თქვათ რაღაც ტყუილშიც კი აუბას მხარი. ეს ცოტა სხვა თემაა, ამაზე მერე ვესაუბრებ, მაგრამ მშობელთან ეხა რო დაждდე და რო აუხსნა, რომ აი თქვათ მამა, ნუ მაყენებ რა, თქვათ აი ესეთ მდგომარეობაში, თქვათ მეგობრებთან ერთად არ სიამოვნებს, რომ რაღაც მიყვირი ხარ, ან თქვათ რაღაც შეურაცხყოფას მაყენებ, მე ვფიქრობ, რომ მშობელი გაიგებს მაინც ამ ყველაფერს, რომ ჩაეხუტები შვილი, მაგაზე მეტი სიხარული რავი, რა უნდა იყოს, რომ შვილი მაგალითად შენთან კომუნიკაციას ამყარებს, უხარია და შენ ამ ყველაფერს გრძნობ. დედასთანაც რა თქმა უნდა შეიძლება ხალი ემოციური იყოს ძალიან ბატონო. არის ეგეთი კაციცაა ემოციური და ხალის, ხო? ზოგი არის, ზოგი მშვიდი არის ბატონო. დედასაც ეხა მე მგონია რომ შვილი რომელიც მივა თავის დედას და აუხსნის და დაანახებს თავის მდგომარეობას, რომ ყირაზე გადასული არ არის და შეიძლება მასზე ნდობა და მშვიდად ფიქრი იმისა. მიუხედავად იმისა, ვიცით ხო რა ხდება რა. დღე არ გადის, თქვათ ტელევიზიით, მე აღარ უყურებ უბრალოდ რა, იმიტომ რომ სულ ვიღაცას ან კლავენ, ან აუპატიურებენ, ან რაღაც აღჩობენ და ასე შემდეგ. ხო, მაინც საშიში ის არის პერიოდი და ისე მომბობ უბრალოდ, რომ შვილი რომელიც თავის მშობელს დაანახებს იმას, რომ
ის საპატივცემულო არის ბატონო, წესიერი არის და მასზე არ არის საჭირო აი რაღაც იმის საშიშროებას არ შეუქმნის მშობელს, არ ანერვიულებს ბატონო. იცის დრო და მომენტი, როდის უნდა შეეხმიანოს და როდის უნდა მივიდეს, მე ვფიქრობ, რომ მშობელთან უფრო ადვილია ამ ურთიერთობის დალაგება. მეგობართან, აი ხო, უფრო მეგობართან რაღაცა ისეთი არის მომენტები, რომ არის ხასიათის ადამიანები, ვინ შეიძლება ხო რაღაცა მოიბუზოს რა, არ მოეწონოს თქვა შენი, ვერ შეიგუოს შენი თქვა შეცვლა. ხო და ამიტომ რაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. იმას არ ვამბობ, რომ ადამიანები აირჩიოთ, თქვა ვის უფრო მეტი ფული აქვს, ანის არა, ასე მე არასოდეს ადამიანი არ ამირჩევია. აზროვნება შემეცვალა მაშინ, როდესაც მოვხვდი ბატონო ადამიანების ერთობაში, სადაც ადამიანები აქცენტირებული იყვნენ წარმატებაზე. იქიდან რა თქმა უნდა გადაფასება მოხდა იმ ადამიანების, ვინც მაგალითად წარმატებას მიაღწია არა კეთილი გზებით, არამედ შეიძლება ვიღაცის გაუბედურებითაც და ამიტომ ასეთ ადამიანებს მე ჩამოვშორდი, იმიტომ რომ ასეთი წარმატება მე არ მინდა. ანუ არ მჭირდებოდა არასოდეს და არც მინდა რა. მე მირჩევნია იმას არ მომბობ ახლა რომ ქუჩაში რომ მივდივარ უკან ვიხედები, ვინმე ხო არ მომზდებს და რაღაც. არა, ისე მომბობ უბრალოდ მე მინდა რომ სადაც ყოფილვარ, სადაც ბატონო მიშრომია, მიმუშავია, რაღაცა მიკეთებია და რაღაცა შემიქმნია ბატონო. პატარა, დიდს არაფერი ისეთი არ შემიქმნია. იმას ვამბობ, რომ პატიოსანი შრომით, პატიოსანი გრძნობით სიამოვნებდა, რომ მე ჩემი საქმისგან რაღაცა წარმატება, რა თქმა უნდა, ფულითაც და ისეთი ადამიანების ირგვლივ ყოფნაც საკმარისი იყო ჩემთვის, რაც იყო და ამიტომ ამბობ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მაგალითად ცდილობენ დაგექვემდებარონ, გაკონტროლონ ნებისმიერი თქვენი სიახლე ჩათვალოს იმათ, რომ ეს არის თქვა ღალატის ტოლფასი, ანუ შენი მცნობიერებას უღალატე თქვა რომელთან ერთადაც მეგობართან ერთად იყავი, ესეთ ადამიანებს უნდა გაერიდოთ. ეს არის ჩემი აზრი, უბრალოდ მე გავაკეთე ესე და დავისვენე რა. ანუ აღარ მქონდა უკვე ისეთი პრეტენზიები, თქვა მაგალითად, აი ადამიანთან მაგალითად 3-ჯერ 4-ჯერ ნაბიჯს გადადგავ და შენ თვითონ რო შეეხმიანები, რომ აი როგორ ახარ ბიჭო მენატრე რა შვებითო და რაღაცა. და მე ერთი თვე რო არ შეეხმიანები თქვა ამ ადამიანს, ეს ადამიანი პრეტენზიას გიყენებს, რომ სათხარ დაკარგული რატო არ შემეხმიანე რაღაცა და მე რო ეუბნები, რომ აი კაი მე ცუდი ტიპი ვარ, რა არ შეგეხმიანე მაგითო. და შენ რატო არ შემეხმიანე ეს ერთი თვე, ანუ მე არ გეხმიანები, მე ვარ ცუდი, შენ რატო არ მეხმიანები, ხო? და აი ესეთი რაღაცა და ხო რა თქმა უნდა ეს მე უსიამოვნოდ მთავრდება ზოგისთვის. ხო და ამიტომ ამბობ, რომ ჩემი ის არის აქცენტი ეს უბრალოდ, რომ მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება და იახლოვეთ ისეთ ადამიანებთან პირველ რიგში, რომელიც გეხმარებათ, რომ თქვენი შეცდომები გამოასწოროთ ბატონო. მიგითითებს სიყვარულით, გაგებით და არა დაცენვით და რაღაცა წიხლის დაჭერით და ამ რაღაც შეცდომას მე არ გამოიყენებს, რომ წამოგაძახოს მე, რომ ასე და ისე და ეს. მეორე ასევე მიახციეთ ისეთ ადამიანებს ყურადღება და იმას არ ვამბობ, რომ აი რასაც ქვია შემაწუხებლად დაუახლოვდეთ, არა. ადამიანები, რომლებიც მაგალითად წარმატების ელემენტს უფრო იმაშვებიან, რა ქვია, ტენიან და იმაშვებიან, რა ქვია, ანვითარებენ. იმიტომ რომ მაგ ადამიანებისგანაც ისწავლით რა რაღაცებს ისეთი, რომელიც გამოგადგებათ ცხოვრებაში. ხო, ნუ მთავარია რა თქმა უნდა გაფილტრვა მოხდეს, ხო? იმიტომ რომ წარმატება არის, თქვა, სიკეთეზე დაფუძნებული და წარმატება არის ბატონო ბოროტებაზეც ახლა. ვიღაცები ვიცით ხო ცხოვრებაში, რომ გამდიდრებულა ვიღაცა თავისი ჭკუით, რა თქმა უნდა შეიძლება დიდი დრო დასჭიროებია, მაგრამ ვიღაცას ახლა 90-იანები გვახსოვს ბატონო 80-იანი წლები, რომ ვიღაცამ ავტომატით აი რაღაცა იმას ქარხანის რაღაცა უფროსი გადაიბირა და ან რაღაცა მოტაცა ვიღაცა და თავისი რაღაც ბენზინის ბიზნესი აიღო ან რაღაცა ხო ამ ფქვილი შემოაქვს იმიდან რუსეთიდან რაღაცა ესეთი რა ხო და ამიტომ ამბობ რომ მაქსიმალურად შეეცადეთ რომ გაერიდოთ ესეთ ადამიანებს და მაქსიმალურად ეცადეთ იმას რომ თქვენი თავი განავითაროთ რა ეხლა მაგალითად მე ჩემი მაგალითით ვამბობ რომ იყო პერიოდი ბატონო როდესაც სულიერად და ხორციელადაც მეძინა რასაც ქვია და ვთვლიდი რომ აი რაც გაქვს ეს საკმარისი არის რა ქონებრივად არ ვამბობ
აი ისე ცხოვრების მონაცემი, არაფერი რო არ ხდება რა, არაფერი რო არ იცვლება და რაღაცა ეს საკმარისი არის. ხო და აი რაც მე უკვე გავიგე თქვათ და შევიგრძენი რომ რას ნიშნავს აი როდესაც შენი შრომის წარმატებას აღწევ მერე და მერე უფრო გამიჩნდა სურვილი რომ კიდე უფრო რაღაცა ახალი და იმის მერე თქვი რომ აი პირდაპირ დაუფიქსირე ჩემ თავს და ჩემ ცხოვრებას ნებისმიერი სიახლისთვის კარგისთვის რა თქმა უნდა არ ვამბობ იმას რომ რაღაც ჭკვიდან გადასვლები მომივიდეს და ასე შემდეგ არა ნებისმიერი სიახლისთვის ვარ მზად ნებისმიერ სიახლეს მივიღებ გადავამუშავებ ბატონო და რაც კარგია იმას დავიტოვებ რაც არ დამჭირდება და ვერ გამოვიყენებ იმას რა თქმა უნდა დავუთმობ სხვას და მეც იმას არ ვამბობ ეხლა რომ ჩემი აზრი არ მოგახვიოთ თავზე აი თქვენ თვითონ დააკვირდით უბრალოდ თქვენ სირგვლივ რამდენი თქვათ პროცენტი ადამიანები არის ისეთი რომელიც ნაღდად ხარობს თქვენი წარმატებით და რამდენი პროცენტი არის ისეთი ადამიანი რომელიც მაგალითად ნებისმიერ თქვენს ახალ ნაბიჯს მიიღებს კრიტიკულად და გაგიკრიტიკებს რა გეტყვის რომ არ არის საჭირო რა არ გინდა და ასე შემდეგ ისე მაინტერესებს უბრალოდ ეხლა კომენტარებში დაწერთ თუ არა ეს თქვენი ნება არის მაგრამ ჩემი ვიდეო მინდა ამას მოემსახუროს რომ თქვენ თქვათ თუ მოისმენთ ამას იცოდეთ რომ მაქსიმალურად განვითარდეთ ბატონო მიაღწიეთ წარმატებას და თქვენ წარმატებაზე ბატონო მე სხვები ისწავლიან და გაყვებიან იმ გზას რა თქმა უნდა რა იმას არ ვამბობ რომ მაინც და მაინც რაღაც ევერესტის დაპყრობაზე დემაზე არა აი ისე მომბობ უბრალოდ და გამახვილეთ ყურადღება ისეთ ადამიანებზე ვისაც თქვენ უყვარხართ ვინც თქვენ პატივსცემთ თქვენს პირად სივრცეს სულიერ სივრცესაც ბატონო და რაც ყველაზე მთავარი არის უყვარხართ ისეთი როგორიც ხართ და რა თქმა უნდა თქვენში ყოველდღე ცდილობს რომ აი რაღაც სიკეთისკენ მიაპყროს თქვენი ყურადღება წარმატებულ დღეს გისურვებთ ბატონო შაბათ-კვირაც ბატონო გაგიტარებინოთ კიდე ერთხელ მეორდები ნაყოფიერად ხო და აქავარ რა სანამ ცოცხალი ვარ აქავარ და მე ვნახოთ რა იქნება ხო და მეც კიდე რა თქმა უნდა გაგიზიარებთ ჩემს თქვათ აზრებს და მოგიყვებით სხვათა შორის ისტორიასაც რა რომ როგორ თქვათ რა დავიწყე რა გავაკეთე სად მივედი როგორ მოვედი და ასე შემდეგ რა მე ვფიქრობ რახანაც ჩემი გვერდია ვინც მიყურებს მათთვის ეს საინტერესო იქნება და ვიღაცისთვის შეიძლება პატარა გაკვეთილადაც გამოდგეს რა ჩემ შეცდომებსაც მოვყვები კაცო რომ არ გაიმეოროთ არის იქ რაღაცა თქვათ მე როგორი დამწყვეტა ძალიან რა ესეთი მომენტები რომ თქვენც არ გაიმეოროთ ეს შეიძლება ახლა ნებისმიერ ადამიანს ზოგს უკვე გაკეთებული ქონდეს თქვათ მაგრამ ნუ აი ყოველ შემთხვევაში რა მიიღეთ მეტი სიამოვნება მეტი სიხარული, ბედნიერება და განათლება ამ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აქაური თქვათ თქვენი ტვინის და სულის ფორმირება ჩემი აზრია ეს უბრალოდ. ეხლა ამას არ ვამბობ რომ აი დამოწმებული ფაქტი და რაღაცა. იმ ცხოვრებაში ვისაც გწამ და ვისაც ჯერათ მე ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო სამყარო გექნებათ რა. და უფრო არ გაგიჭირდებათ თქვათ რაღაცეების მიღება იქ. ჩემი აზრია ეს უბრალოდ რა და დანარჩენი კიდევ ვნახოთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და მადლობა რომ ხო რა მისმენთ ხოლმე რა